ფეხებს ვერ ვგრძნობ. სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა გურამმა, როდესაც მეგობრებმა ის ტონობით მიწის ქვეშიდან ამოიყვანეს. იმ წამს, როდესაც გურამი კლდის კიდეს მიუახლოვდა, მიწა ფეხქვეშ გამოეცალა. მიწის უზარმაზარი მასა ზურგზე დაეცა და ცოცხლად დამარხა. 6 საათის განმავლობაში ქირურგები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. მათ ამოიღეს დამსხვრეული მარები და დაამონტაჟეს ლითონის კონსტრუქცია, რომელიც ხერხემალს ამაგრებს. პატარა სასწაული მოხდა. მან მარცხენა ფეხის მოძრაობა შეძლო. დღეს ექიმები ამბობენ, შანსი არსებობს. უმძიმესი რეაბილიტაცია, სპეციალური რობოტიზებული ვარჯიშები თურქეთში, რომლებიც ხერხემლის ტრავმის შემდეგ ადამიანებს კვლავ სიარულის სწავლაში ეხმარება, მაგრამ ოჯახს არ აქვს ამ მკურნალობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. ძალიან მინდა რომ ფეხზე დავდგე და ჩემთვის ეს იქნება თითქოს ხელახლა დაბადება. მინდა მიმართო ხალხს, ვისაც აქვს საშუალება იმისა, რომ რამითაი თუნდაც 50 თეთრი მაინც იყოს, რომ დამეხმაროს, ვიცი რომ კარგი ხალხი არსებობს და ეს ყველაფერი აუცილებლად გამოვა. იმედი როა რომ გაიაროს ჩემმა შვილმა ყველა კეთილ ადამიანებს მინდა ვთხოვ თეთის გული ყველა მიცის რანაირია. მე წინასწარ მადლობა რომ გადავუხად. მაგ იმის იმედი უფლის იმით წამობით რომ ჩემი შვილის ეს გაიმეტებია და გაიხებენ მოწალებას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.